უმუშევრობა პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. სამუშაო ადგილების არარსებობა, ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით შერჩეული კადრები. ასე პასუხობენ მოქალაქეების ნაწილი ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დასაქმდეს საქართველოში. ნაწილი თulis, რომ თუ ხარ პროფესიონალი, დასაქმება ადვილად შესაძლებელია. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ყველაზე მეტად სამუშაო ადგილების პოვნა შუახნის ადამიანებს უჭირთ, რომელთაც სამსახურში აყვანაზე უარს ეუბნევიან. ნაცნობი ყავს მიგიღებენ. თუ არა და არავითარ მიგებენებია წროვანი ხარო კიდევ მაგას. უწროვნობით არ გიღებენ. რომ მიხვალ სოციალურში და კითხავი კიდე გავენერ უნარიანი ხარო. და ვარავინ გააკეთო. არც იქ გეუბნებენ უცებ იმათ არ გაძლევენ დახმარებას არც სამსახურში გიღებენ იმიტომ წროვანი ხარო. და ეს როდ გაჭირებული ნაცნობობით ხდება ყველაფერი, მაგრამ პროფესიონალიზმიც არ არის ისე, რომ მაგალითად არის მოთხოვნა, მაგრამ კადრი არ ყავთ რა დაასაქმონ. სამსახურები არ არის და რა მოეწოს ადამიანი, საერთოდ. არც ერთ სამსახური არ არის. მით უმეტეს თუ ხარჯი შესული კაცი ხარ. ყველა დახურეს. ყველა ბანკებზე არის. ბანკში კიდე ვინც არის, ყველა გაღატაკებული არის. მეტი რა უნდა თქვათ. მანამ ეს თორემ არ შეიძლება. მანამდე არაფერი არ მოხდება. მეტი რა გაგიცხადეთ. ნაცნობიც უნდა გყავდეს, რომელიმე პარტიაც ის არის, რა ქვია. რომელიმე პარტიაშიც უნდა იყო. ანუ ხშირად ამის გამო ვერ იწყებენ ახალგაზრდები ფიქრობთ ამის დასაქმების ადგილები არ არის. თვითონ იმათ დაიწყო მიკრომეწარმეება და იმათ მუშაობა შესაძლებლობა არ არის. თუ არ გაქვს შესაძლებლობა, რას გახსნი და რას გააკეთებ, ხო? ხო და საჯარო სამსახურში კიდე არაფერი ის არ არის შულო. ფაბრიკა არ არის, ქარხანა არ არის, არაფერი არ არის და როცა არ არის აბარაქნან, თვითდასაქმებულებია ყველა. მედიცინი. თქმა უნდა, ნაცნობი თუ არა ახავს და ხელი არ წამოჰკრა, ისე მაგალითად სამსახურში ვინ მიიღებს. ჩემი აზრით, იმიტომ ეს ხდება, რომ არ არის სამუშაოები რა. იმიტომ ეხლა ზოგს განათლება არ აქვს და სამსახურიც არ აქვს, რომ ნორმალური ეხლა რა. ზოგი ისია 10 ლარის გულზე თავს იკლავს, რომ რაღაც ოჯახი აჩინოს და იმათ ლარით კიდე ოჯახი უნდა გადაიღოს. კვალიფიკაცია არ არსებობს ეს. და ეს გვაკლია კვალიფიკაცია. ანუ თუ კვალიფიკაცია აქვს, პროფესიონალი ადვილად იწყებს. კი, რა თქმა უნდა, გამოცდილება ვისაც აქვს. ჩვენთან საუბარში ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათთვის ბარიერი სამუშაო გამოცდილება, რომელსაც ყველა სამსახურში, ყველა ვაკანსიის გამოცხადებისას ითხოვენ. არის პრობლემა, იმიტომ რომ მაგალითად ბევრი ვაკანსიის საიტები ასაც ნახულობთ და მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას ითხოვენ. ფიზიკურად არ არის მაგდენი დრო არ გვაქვს, რომ სიტყვაზე თან უნივერსიტეტში ისწავლოთ, ან მე 2 წლიანი გამოცდილება ქონდეს, ფიზიკურად არ ხერხდება ხოლმე და ძირითადად ეგ პრობლემაც არის კი. ზოგი ზედმეტად ზოგი ისეთი პროფესიონალია, რომ მაინც ადვილად შეულობს ახ სამსახურს, რაც არ უნდა იყოს და რა პრობლემაც არ უნდა ქონდეს და რა ვიცი. ალბათ თვითონ დამსაქმებაზეც არის დამოკიდებული, რამდენი როგორი მოთხოვნები ექნება. ჩემი ბიჭმა მაგალითად დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მაგრამ მზის სახში და რამდენჯერ ჩააბარა, ერთი გამოცდა რომ ჩააბარა, აი რუაბარებინება ხომ. ხო, მეორე გამოცდაზე ჩაასჭრეს. იმაზე ნაკლებათა სხვა ვიცოდა, მაგრამ ის მიიღეს და ის. უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას. სწორედ ამას უკავშირდება საქართველოდან ბოლო 15 წლის განმავლობაში 1,400,000 ადამიანის წასვლა ემიგრაციაში.